სოფელ წერეთლის შესასვლელში გზის 370 მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეა დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ქცია აწარმოებს. პირველ ეტაპზე შეიცვალა სარწყავი წყლის წყალგამტარი მილები. გაიწმინდა გზა და გზის მიმდებარე ტერიტორიები. აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე დაიგება გზის ერთფენიანი ასფალტის საფარი. სამუშაოები ზაფხულში დასრულდება. აკეთება 370 სიგრძის მონაკვეთი შედარებით ძლიერ იყო დაზიანებული და მის შეკეთება ახლა მიმდინარეობს. შეიცვალა წყალგამტარი მილი, სარწყავი და საფარი შეიცვალა, განახლდება, გაიწმინდება გზის გვერდულები, ბუჩქნარი და ეს დაგროვილი ნაგავი ბევრია ხედავთ, ეს მოცილდება. შემდეგ შესწორდება ასფალტის საფარი შემასწორებელი ფენით და გადაეკრება ერთი ფენა. იყო ბევრი შემთხვევა, ავარია გაკეთდა. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო. დიდად გაადვილებს მოძრაობა, ძალიან დიდად. მარნეულელ აზერბაიჯანელთა კულტურის ცენტრის ორგანიზებით ატა ჰოლდინგის შენობაში ხოჯალის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ხოჯალის ტრაგედიიდან 24 წელი გავიდა. 1992 წლის 25-26 თებერვალს სომხეთის შეიარაღებულმა ფორმირებამ ჯავშან ტექნიკის გამოყენებით მიწასთან გაასწორა ქალაქი ხოჯალი. ხოჯალის მოვლენებს 613 ადამიანი შეეწირა. ტრაგიკული მოვლენების შედეგად დაიჭრა 487 ადამიანი, ხოლო 1275 მშვიდობიანი მოსახლე ტყვედ იქნა აყვანილი. 155 ადამიანის ბედი დღემდე უცნობია. ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მარნეულის აზერბაიჯანელთა კულტურის ცენტრის წევრები, აზერბაიჯანის ელჩის მოადგილე საქართველოში და ადგილობრივი მოსახლეობა. ხოჯალის ტრაგედიის დროს დაღუპულებს ატა ჰოლდინგში შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 26 თებერვალს აზერბაიჯანში, კონკრეტულად კი ქალაქ ხოჯალში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. 1992 წელს სომხეთის შეიარაღებულმა ფორმირებამ აზერბაიჯანელი ხალხის გენოციდი მოახდინა. სწორედ ამ ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით აზერბაიჯანელთა კულტურის ცენტრი ღონისძიებას მართავს, რათა გავიხსენოთ ის სისხლიანი დღეები, რომელიც 1992 წელს 25-26 თებერვლის ღამეს დატრიალდა. უკვე მეორე წელია, რაც თებერვლის თვეს ხოჯალის თვეს ვეძახით და მთელი თვის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებს ვმართავთ. დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ უდანაშაულო დაღუპული ხალხის ხსოვნას ეძღვნება. დღეს მარნეულის ატა ჰოლდინგის ცენტრში ტარდება ხოჯალის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება. საქართველოში ეს დღე მასშტაბურად აღინიშნა. ლაგოდეხში, ბოლნისში, დმანისში და დღეს უკვე მარნეულში იხსენებენ ხოჯალის ტრაგედიას. 1992 წელს მომხდარი მოვლენები ჩვენთვის ძალიან საშინელი ფაქტია და გვინდა რომ მთელმა მსოფლიომ შეიტყოს ამ ტრაგედიის შესახებ. ეს ისტორიული ფაქტები დავიწყებას არასდროს უნდა მიეცეს. 24 წელია ხოჯალის ტრაგედიიდან გასული. გენოციდი სომხეთის შეიარაღებული ფორმირების მიერ განხორციელდა, რომელსაც 613 ადამიანი შეეწირა. მათ შორის ბევრი ბავშვი, ქალი და მოხუცი იყო. ისინი უდანაშაულოები იყვნენ. 150-მდე ადამიანის ბედი დღემდე უცნობია. მე აღვნიშნე, რომ ხოჯალის ტრაგედია, აზერბაიჯანის გლოვის დღე 20 იანვარი და 9 აპრილი თითქმის ერთმანეთის მსგავსია. ამ ფაქტების გავრცელების მიზნით მე წიგნი დავწერე, რომელსაც ხოჯალის სახელი დავარქვი. ხოჯალის ტრაგედია მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი და აღიარებულია როგორც აზერბაიჯანელი ხალხის გენოციდი. მე ვუერთდები დღევანდელ ღონისძიებას, სადაც ვიხსენებთ ტრაგედიის დროს დაღუპულებს. დღეს მარნეულში პარტია სახალხო ხელისუფლების რაიონული ოფისი ოფიციალურად გაიხსნა, როგორც პარტიის მარნეულის ოფისის ხელმძღვანელმა ფოლად ხალილოვმა აღნიშნა. პარტია 25 დღის წინ შეიქმნა. პარტიის წევრები აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიებს უახლოეს მომავალში დაიწყებენ. სახალხო ხელისუფლებისა და მათი მხარდამჭერების მოთხოვნა რუსეთთა სავიზო რეჟიმის გამარტივება და რუსული ბაზრის გახსნა. პარტიის ოფისის გახსნისას შეკრებილებმა ხოჯალის ტრაგედიის დროს დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოში შეიქმნა ახალი პოლიტიკური მოძრაობა პარტია სახალხო ხელისუფლება, რომლის ოფისსაც დღეს მარნეულში ოფიციალურად ხსნით. ხალხი აქ მოვიდა ჩვენს წარმომადგენლობასთან შესახვედრად. ჩვენი მოთხოვნა გამარტივებული სავიზო რეჟიმი რუსეთთან და რუსული ბაზრის გახსნა. დღეს ასევე გავიხსენებთ ხოჯალის ტრაგედიის დროს დაღუპულებს. ჩვენი პარტია 25 დღის წინ ჩამოყალიბდა. უახლოეს მომავალში საარჩევნოდ მზადებას დავიწყებთ. Ona göre de biz მეფუტკრეობის სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონის მეფუტკრეებს და მეფუტკრეობით დაინტერესებულ პირებს მარნეულის მუნიციპალიტეტში სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ხუცაიძე შეხვდა. მეფუტკრეობის სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დისტანციურად სააგენტოს ვებგვერდზე 29 თებერვალს დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება. პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივებს გადაეცემათ სკები, ასევე გადაეცემათ 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური, 2200 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ავზით. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ექსტენციის ცენტრის წარმომადგენლები, ფერმერები და თემით დაინტერესებული მოქალაქეები. მიზანი არის მეფუტკრეობის სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ვიწყებთ სააგენტო განხორციელებას მეორე ეტაპი ჩვენ შარშან ქონდა ეს პროგრამა წელს ვაგრძელებთ და ეს შეხვედრები ჩვენ მართად უკვე რეგიონალურ შეხვედრებს, რომელიც ემსახურება საინფორმაციო კამპანიას ამ პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, თუ როგორი სახის პროგრამაა, როგორ უნდა განხორციელდეს და თქვა რა პირობებია რომ გავაცნოთ დარგში მომუშავე ჩვენს ფერმერებს. მე ამ დროისთვის დაკავებული ვარ მეფუტკრეობით. მეხმარება სოფლის მეურნეობის სამინისტრო. დღეს ჩამოსულები არიან სამინისტროდან, რომლებიც უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდიან მეფუტკრეობასთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში სამინისტრო გვაძლევს სპეციალურ აპარატებს, რაც მეფუტკრეებს ფუტკრის მოვლასა და თაფლის წარმოებას გაუადვილებს. ეს ძალიან დიდი დახმარებაა ყველა ფერმერისთვის.